მოგესალმებათ შაბათის მებაღე. გთხოვთ გამომიწეროთ და მომიწონოთ ვიდეო. დღეს გაჩვენებთ, როგორ შეიცვალა ჩემი ბაღი ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის. რა თქმა უნდა, როცა ბაღს ვაკეთებთ, თუ არის შესაძლებლობა, რომ არსებული პეიზაჟი ჩავსვათ ჩვენს ბაღში, ეს ყველაზე კარგი მიგნება მებაღისთვის. ისევე როგორც ლანდშაფტის დიზაინერისთვის, რა თქმა უნდა. ოქტომბრის ბოლოსთვის და ზამთარში ბაღში ცოცხალი არსებასავით არის დეკორატიული ბალახები. მათი პომპონები ამ დროს შედის ფაზაში, როცა ისინი ყველაზე დეკორატიულები არიან წლის განმავლობაში. ამ ხობის გაყოლებაზე არის რემონტანტული ჟოლო. ეს გახსოვთ წინა ვიდეოში, რომ გადავგე ზებრინუსი, ანუ ორი ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს გავაკეთე იმ პირობით, რომ აი უკან ხედავთ ცეცხლის ადგილს, კოცონის ადგილს, ზამთარში, რადგან ეს არის სამხრეთ-დასავლეთის მხარე, იქნება ყველაზე თბილი. ქრთოვლი დაიდება, ცეცხლს რომ გავაჯაღებთ, დავჯდებით და ფოთოლს რომ დაყრის ხეხილი, გამოჩნდება დათოვლილი მთები. ულამაზესი ხედი. არის ომაბი, ის უკან წითელი მოცხარჩოვანი. ვერონიკა კვლავ ცდილობს ყვავილობას, ცოტა უპატრონოდ ყავს, დროზე რო გადამეჭრა თავები გადაყვავილებული, ისევ სრულ ყვავილობაში იქნებოდა. ეს ფესტუკები გავყავი. კიბის ასასხულთან გადავანაწილე. ეს დეკორატიული ბალახია. ოღონდ ზებრინუსისგან განსხვავებით ამას გაზაფხულზე გადაჭრა არ უნდა. უბრალოდ უნდა გავასუფთავოთ. ეგრეთ ნაცრისფერი კი არა, მაგრამ ფოთოლს ინარჩუნეს, მარაწვანია. ეს არის სედუმი ბრილიანტი, რომელიც მატრონასგან განსხვავებით რომელიც ესეთი ბორდოსფერია ახლა. ეს ფერს გვიან შეიცვლის. ესეც მიხაკი. ესეც ბალახია. სახელი თუ გამახსენდა დავაწერ.
ესეც მარაწონია. ზამთარში რჩება. ზამთარში ჩონჩხის სახით დარჩება უყურეთ, შევინარჩუნებთ მიხაკი, წინარერია, ტუები, კოწახური ხა გაწითლდება, ცოტა ხანში გაცრავად. აი იქით როზმარინები, ტუიები, ისევ წინერ არიან, მეორდება. აუცილებელია გამეორება ერთ კლუმბაში მცენარეების. რა თქმა უნდა, ნაძვიც უკან შინდის იბირიკა ფოთოლს რომ დაყრის, ისი წითელი ტოტები იქნება თოვლიდან ცეცხლებით, უფრო გაწეთლდება, კვას-კვასა წითელი გახდება, ესეთი ბროწეულის ყვავილისფერი. სპირია, ფლოქსი ქვემოთ, აი ეს პატარა ამ გაზაფხულზე გადავჭერი სედუმისგან და პირდაპირ ჩავარჭე. შეხედეთ, რა თუ გაიხარა, იყვავილა კიდევაც. იბერისი, ესეც მარაწვანია, ნიადაგმფარავი. აქტიურად ყვავილობს, ზამთარშიც კი, მაგრამ გაზაფხულზე, აპრილში, ეს იქცევა თეთრგუნდად. არმელი მუდმივად ყვავილობს. ეხლა ხოსტები დაჭკნებიან პირველ სავეყინყინვაზე. სუნთლად მომჩვარდებიან, უნდა გადაიჭრას ძირში. აბელია უკან. ამას მართალია უმნიშვნელო ყვავილები აქვს, მაგრამ ამ ადგილს აცოცხლებს მდივარი გათული ფოთლებით. აქ ჩაფიქრებული მაქვს თუ ატყობთ 3 სხვადასხვა ზომის მზის ბურთულა. ზამთარში ეს ბურთულები შეკრავენ რაღაცა კომპოზიციას ამ ლურჯ ღვიასთან ერთად, რომელიც ნიადაგმფარავია. ამონიუსთან, ჭრელთან. აი ესაც არის ღვია, ვიღებ როგორც გოლით, ოქრო. ამ ორს ერთად ვიყიდე ეს სრული დასახელება არ ქონდა. კოწახური გახდება ნარინჯისფერი ცოტა ხანში. ეს კოწახური დაყრის ფოთოლს, მაგრამ წითელი ნაყოფი იქნება ძალიან კოხტად მოსკუპებული ტოტებზე. მოდით შევხედოთ გვერდიდან, მოვუაროთ და წინიდან. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებია, როგორც ხედავთ, კარკასი შენარჩუნებული. მე ზამთარშიც გაჩვენებთ, როგორ შეინარჩუნებს ყვავილნარი კარკასს და არ იქნება უსახური, უფორმო. მცენარების დიდი რაოდენობა არ არის საჭირო, მთავარია გაიმეოროთ. მცენარების მოვლისთვისაც ადვილია და აგრეთვე კლუმბასაც არ აძლევს რაღაც ისეთი ვინიგრეტის შეხედულებას. ეს უკვე ერთი მყუდრო ადგილი მინდა გავაკეთო, აქ დათესილი მაქვს ბალახი. ერთი შეზლონგისთვის, რომელიც გარეთ თვალისთვის იქნება მოფარებულში.
აქ მექნება ხედი ჩემი საძინებლიდან პომპონებზე ფოთოლი დაცვა და უკან შინდის წითელ პოტებზე ვარცაც გადავჭრი ჩემთვის ფიზიკარპუსი ძაბოლო ფიზიკარპუსი გოგუტარტი ამაზე მინდა გითხრათ ეს არის ტრემალი აბორიგენია რა ამ ბრინჯერ ამოვიღეთ ორჯერ როცა დამოგვეღო ტრაქტორის kovშით მაგრამ რომელიც ამოძრა და უნდა სიცოცხლე მივეცი ჩანსი ესეთი ფორმის გავხატე ეს არის ვარდი ედემროზი, პიერდერონს არის, რომელიც არის ხვიარავაზი, საკმაოდ ძლიერი. როგორც ხედავთ, ბუჩქად ვზრდი და შრაბის სახე მითხრეს, რომ ვერ დაიმორჩილებ. მესამე წელია, რა ვიცი, ვიმორჩილებ და ყვავილობს. რა თქმა უნდა, მისი ძირითადი ყვავილობა არის ჩემ რეგიონში, ჩემ რაიონში ივნისი, მაისის ბოლო ივნისი ყველაზე დიდხანს ყვავილობს ჩემ ვარდებს შორის. აქ მაქვს ხეხილის ბაღი. იქით ხარეს წინა ვიდეოებში ნახავდით, რომ ეხლა ხანს ვაკეთებ ცოცხალობის ლომცერებისგან და ქვემოთ მაქვს როზარიუმი. შუაში ვარდებს გაუჭირდათ, ვერ დაფარეს ყოფილი, იმიტომ რომ კიდე რაღაც ხან ხელოსნები გვერდით ეზოდანძურებოდნენ, ხან წყალი აქვს, ხან ცხოველები სულ მიმტრევდნენ და ხა რაღაცით უნდა დავფარო და გადავრგო სხვა იგივე ვარდები, რომ უფრო ძლიერი იყოს და არა დაჩაგრული, იმიტომ რომ ეხლა გაჩვენებთ რომ ვარდი ანგერ დევიდ ოსტინის Lady of Shalott იმავე დროს ჩავკე როგორც ეს ვარდი ისევ ოსტინის თომას გრეხემი ხო ხედავთ განსხვავებას მათ შორის მაქვს გაკეთებული მათ წინ ზამბახები რომელიც გაზაფხულზე ყვითლად ყვავის, ცისფრად მოყვავილე ვერონიკები, ლავანდები, როზმარინები. აი ეს არის ერთ-ერთი პირველი კლუმბა, რომელთაც დავიწყე მებაღეობა აქ. ისე რომ როზმარინები, ვარდები სერიოზულად მოსდილი. შემდეგ გავაგრძელე აქ და ბოლოს აი ის რაც გაჩვენეთ ის შევქმენით გავაკეთე აი რამდენად რთულ ზონაში ვარ მინდა გაჩვენოთ ლეღვი რომელიც ყოველ წელს იყინება იმ წელს შევეცადე შემეფუთა და ძირიდან არ ამოსულა და აი ამ ხელა არის მეშვიდე ზონა ჩემთან ცოტა უჭირს და ახლა ამ ადგილს ვაკეთებ და გაჩვენეთ კიდევაც თეთრი მუდმივად მოყვავილე ხვიარა ვარდი, ქვემოთ ვარდისფერი, ლომიცერების ცოცხალი ღობე და ასე შემდეგ. ეს ადგილი განვიხილეთ წინა ვიდეოს დროს. ეხლა დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ.